წარმოიდგინე, 12,000 მეტრის სიმაღლეზე ხარ, საწვავის ავზები წყდება და შენი საჰაერო ბურთი უკონტროლოდ მიქრის. ქვემოთ მხოლოდ ყინულივით ცივი ოკეანე და სიკვდილია. რას აკეთებ ამ დროს? რიჩარდ ბრენსონისთვის ეს ჩვეულებრივი სამშაბათი იყო, მაგრამ იცით საიდან დაიწყო ეს ყველაფერი? მაშინ ის მხოლოდ 5 წლის ბიჭი იყო, რომელმაც ცურვა არ იცოდა, მაგრამ 10 შილინგის გამო ნაძლევი დადო და მანქანიდან გაქცეული პირდაპირ ადიდებულ მდინარეში გადახტა. ბიჭი, რომელსაც სკოლაში სულელს ეძახდნენ დისლექსიის გამო, მან კი ჯიბრზე ესეების კონკურსი მოიგო. ბრენსონი ამბობს, გამოწვევა არის ის, რაც ჩვენ გამოქვაბულიდან ვარსკვლავებამდე გვატარებს. როცა იაპონიიდან ამერიკამდე ოკეანეს კვეთდა და სიკვდილს თვალებში უყურებდა, მას შეეძლო დანებებოდა. მაგრამ მან თქვა, მე ვიბრძოლებ სანამ არ გავიმარჯვებ. უსაფრთხოება მოსაწყენია, კომფორტის ზონაში არაფერი იზრდება. თუ არსებობს ოკეანე გადაცურე, თუ არსებობს რეკორდი მოხსენი, თუ არსებობს შიში თვალებში ჩახედე. დღეს რას გააკეთებ ისეც, რისიც გეშინია? ნუ იქნები მაყურებელი, გამოიწვიე საკუთარი თავი, დაწერე კომენტარებში შენი ყველაზე დიდი მიზანი და ჯანდაბას ყველაფერი. აიღე და გააკეთე.